საფლავიდან ამოღებული გვამები, გჯეროდეთ ვამპირების. ამ სათაურებს ვკითხულობთ გაზეთებში, როცა ჯორჯ ბრაუნის უკვე მესამე შვილი სიკვდილის პირასაა. ახლა შენ გაიგებ რა ხდება მაშინ, როცა მეცნიერება უძლურია და ხალხის გონებას მართავს ცრურწმენა. სალამი, თქვენ ხართ არხზე მეთოდი. რამდენიმე დღის წინ იყო ჰელოუინი და ალბათ დამეთანხმებით, რომ ჰელოუინი უკვე აღარ არის დღესასწაული, რომელმაც უნდა შეგაშინოს. ყველა იცვამს სხვადასხვა კოსტუმებს, ერთობა, კეიფობს, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ეს არის დღესასწაული, რომლის დროსაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი იშლება. თუ დაგავიწყდათ, დღეს გაიგებთ ამბავს, რომელსაც ყველაზე ხშირად ახსენებენ ჰელოუინის კონტექსტში. მოიმარაგეთ ორცხობილები, დაისხით ჩაი და მოიმზადეთ შესაშინებლად, რადგან დღეს მოგიყვებით ამბავს ბრაუნების ოჯახის და მათთან დაკავშირებული ვამპირული პანიკის შესახებ. სანამ გავაგრძელებთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მადლობა. ჩვენ ცხოვრობთ მეცნიერების ეპოქაში. დღეს სიკვდილი აიხსნება ბაქტერიით, დიაგნოზით, ვირუსით, მაგრამ მე-19 საუკუნეში, როცა ხალხი ერთი მეორის მიყოლებით ჭლექის განკვდებოდა, მაშინ მედიცინა უძლური იყო. ჭლექი, იგივე ტუბერკულოზი, ინფექციური დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს და ადამიანი ფილტვების დაშლის განკვდება. მისი სიმპტომებია მაღალი სიცხე, ოფლიანობა, წონისკლება, ძლიერი ხველება. ეს დაავადება ძალიან დიდი ხანი განუკურნებელი იყო და ადრე ტუბერკულოზის სიმპტომები გარანტირებულ სიკვდილს ნიშნავდა. დასასრული შეიძლება სწრაფად ამდგარიყო, ან გამოკვეთილიყო ნელა, გაუთავებელი ტანჯვით. წამალი კი არ არსებობდა. თუ როგორი საშინელებაა ტუბერკულოზი, ძალიან კარგად იცის ჯორჯ ბრაუნმა. ის ცხოვრობდა ამერიკაში, შტატი როუდ-აილენდი, ქალაქი ექსეტერი. დაავადებამ მას წაართვა ცოლი, უფროსი ქალიშვილი, უმცროსი ქალიშვილი და მიადგა მის ვაჟს, ედვინ ბრაუნს. ედვინი 18 წლის ჯანმრთელი ბიჭი იყო. მისი ამტყოფობა აქამდე გაუგონარი ამბავი იყო. ახლა კი მისი დის 20 წლის მერსი ბრაუნის გარდაცვალების შემდეგ მისი მდგომარეობა უარესდებოდა და უარესდებოდა. რა უნდა ქნას ჯორჯმა? ბიჭი გადასარჩენია, მაგრამ შველა არ საიდან ჩანს. და აი ამ მომენტში, როცა ქრება ლოგიკური ახსნა, მაშინ ჩნდება მისტიკა. ახლა მოისმენთ სრულ იდიოტოგრაფიას, რითის დარწმუნდებით, რომ ადამიანის გონებრივ ფსკერს ბოლო არ უჩანს. წარმოიდგინეთ, რას ფიქრობენ მაშინ ქალაქში ბრაუნებზე. ოჯახში ყველა იხოცება ერთმანეთის მიყოლებით და მათ შორის დაავადებულია ყველაზე ჯანმრთელიც კი. რა თქმა უნდა, ყველამ დაიწყო ფიქრი, რომ აქ საქმე არა დაავადებაში, არამედ სხვა რაღაცაში. და ყველა თვლიდა, რომ ქალაქში ბრაუნების ოჯახი ერთადერთია, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება. ქალაქში ატყდა სრული პანიკა, რომ ამ ოჯახში ჩასახლებულია ვამპირის სული, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილის გვამშია დაბუდებული. ვამპირი ღამღამობით მოდის ედვინთან, სისხლს უწევს და სწორედ ამიტომ არის ისავად. გამჭრია ხმა ექსეტერელებმა გამოსავალიც მოიფიქრეს. მოდი საფლავიდან ამოვიღოთ გვამები და შევამოწმოთ, თუ რომელიმეში არის სისხლი, ესე იგი ის ვამპირია. ვატსონ, ეს ხომ ელემენტარულია. ეს კაცი იყო ედვინის ექიმი, დოქტორ მეტკალფი ერქვა. ეს თეორია რომ გაიგო, ასეთი რეაქცია ჰქონდა. შიხომ არა გაქვს ბიძიგო თქვენ? მაგრამ ჯორჯ ბრაუნი დაფიქრდა, რომ ახლა ხალხის საწინააღმდეგოდ რო წავიდეს და საფლავიდან გვამების ამოღებაზე უარი ნომუთრას, ამით შეიძლება სიტუაცია უფრო დაძაბოს. აჰა, საიდუმლოს გამხილება აქვს, ესე იგი მართლა ვამპირი ყოლია სახლში და რატომ არ გვიმხელ? ვამპირს ეხმარები? ეს ჯორჯს და საწყალ ედვინს ნამდვილად არ აწყობდათ. ამიტომ ჯორჯმა დაარწმუნა ექიმი, რომ მისი ცოლის და ორი ქალიშვილის გვამი საფლავებიდან ამოიღოს. ექიმის ლოგიკა იყო ის, რომ ხალხი უბრალოდ ამის შემდეგ დარწმუნდებოდა, რომ ვამპირი სინამდვილეში არ არსებობს და ეს უბრალოდ არის სასიკვდილო ბაქტერია, რომელიც განუკურნებელია. და ამის შემდეგ საწყალი ბრაუნების ოჯახს თავს დაანებებდნენ. ასეთი გაცვლა ჰქონდა ექიმს. მაგრამ როცა გვამები ამოიღეს, თეორია ვამპირის შესახებ უფრო და უფრო დამაჯერებელი გახდა. სამი გვამიდან ერთი აღმოჩნდა უჩვეულოდ შენახული. ეს იყო მერსი ბრაუნის, უმცროსი ქალიშვილის გვამი. მისი სხეული თითქმის არ იყო გახრწნილი. ხალხს სურდა, რომ მერსი ბრაუნის სხეული გაეჭრათ, ამოიღოთ ღვიძლი და გული და შეემოწმებინათ. თუ რომელიმეში არის სისხლი, ესე იგი მერსი ბრაუნი ვამპირია. მართალია, სისხლი უკვე შედედებული იყო და დაშლას იწყებდა. მაგრამ მაცხოვრებლებისთვის ნანახი უკვე საკმარისი იყო, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ სისხლი ახალია და მერსი ბრაუნი სინამდვილეში ვამპირია.
ოკეი, ისინი დარწმუნდნენ, რომ მერსი ბრაუნი ვამპირია. შემდეგი ნაბიჯი რა არის? ნუ ვამპირი რომ მოვკლათ, პირველ რიგში უნდა დავეთოთ კოცონი. მე სხვიზლი და გული ავიღოთ და ჩავაგდოთ კოცონში, დავწვათ და ფერფლისგან გავაკეთოთ წამალი და ვაჭამოთ ბიჭს. ვაფშე დებილები ხართ, ხო? ორგანოები დაწვეს და ამბობენ, რომ ფერფლისგან გაკეთებული წამალი ედვინმა დალია. არქივებში არ არის დაზუსტებული მირთვა თუ არა ედვინმა მისი გარდაცვლილი დის ფერფლი. მაგრამ აი, რაც ზუსტად არის არქივებში შემონახული, ეს არის ედვინის გარდაცვალების თარიღი. 2 მაისი 1892 წელი. მისი ოჯახის წევრების საფლავების წაბილწვის შემდეგ 2 თვეც არ იყო გასული, როცა ის ჭლექისგან გარდაიცვალა. მოკლედ, ადამიანის სიდებილეს საზღვარი არ აქვს. უბედური კაცი გარდა იმისა, რომ ძლივ შეეგუა საყვარელი ადამიანების მის თვალწინ ერთი მეორის მიყოლებით გარდაცვალებას, ამასთანავე მოუწია მკვდარი ცოლის და 2 შვილის საფლავიდან ამოთხრა, იმიტომ რომ დაეკმაყოფილებინა უგუნური დაყ***ული ბრბო და რა თქმა უნდა, ამ იდიოტიზმმა არანაირი შედეგი არ გამოიტანა. ბიჭი ჭლექისგან მაინც გარდაიცვალა. პიზდეთ! მაგრამ სინამდვილეში რატომ იყო მერსი ბრაუნის გვამი ასეთი შენახული? თუ დააკვირდით, რომ მხოლოდ მერსი ბრაუნის სხეულში იყო სისხლი. რატომ? მართლა ვამპირის სული ხომ არ იყო მის სხეულში ჩასახლებული და გაჭრამდე ხომ არ მოასწრო სხვა სხეულში გადასვლა? არა. ცოლი და უფროსი ქალიშვილი გარდაიცვალნენ რამდენიმე წლით ადრე და მათგან რა თქმა უნდა მხოლოდ ჩონჩხი იყო დარჩენილი, ხოლო მერსი ბრაუნი გარდაიცვალა 2 თვით ადრე და მისმა სხეულმა უბრალოდ ჯერ გახსნა ვერ მოასწრო. მაგრამ გარდაცვალებიდან 1 კვირის შემდეგ სისხლი მთლიანად იშლება. ხომ ასეა? კი, მასეა. და მერსი ბრაუნის სხეულში სისხლი ჯერ ბოლომდე არ იყო დაშლილი. გამოდის, რომ ის მართლა ვამპირი იყო? არა, არ გამოდის. ჯორჯ ბრაუნის უმცროსი ქალიშვილი იანვარში გარდაიცვალა. საფლავი ვერ ამოთხარეს, რადგან მიწა ცივი და გამაგრებული იყო. ამიტომ გადაწყვიტეს მისი კუბო დროებით აკლდამაში დაესვენებინათ. ცივი ზამთრის გამო გახსნის პროცესი შენელებული იყო. არც ის არის მართალი, რომ მხოლოდ ბრაუნების ოჯახს ჭირდა ჭლექი. მაგ დროს როუდ-აილენდის შტატში ჭლექი სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო. უბრალოდ ექსეტერი ძალიან პატარა ქალაქი იყო, 1000 მაცხოვრებლით და ერთ ოჯახში ასეთმა სიკვდილიანობამ რა თქმა უნდა მიიქცია პატარა ქალაქის ყურადღება. ასეთი პრიმიტიული და მოსაწყენი პასუხი აქვს ამ იდუმალებას. მაგრამ ალბათ სულ პატარა მნიშვნელობა მაინც აქვს იმას, რომ ეს სიმართლეა. და იცით კიდევ რა არის სიმართლე? მერსი ბრაუნი არის ბოლო დოკუმენტირებული ვამპირი ამერიკის ამ რეგიონში, ახალ ინგლისში. რეალურად ეს იყო მოვლენათა ციკლი, როცა ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჭლექი დაავადებულებს ღამღამობით ვამპირების სისხლს უწოვენ და ამიტომ საჭირო იყო გვამის ამოღება და ორგანოების დაწვა. ეს მოვლენა ცნობილია როგორც ახალი ინგლისის ვამპირული პანიკა. მაგალითად, ფრედერიკ რენსომის მამა დარწმუნებული იყო, რომ მისი გარდაცვლილი შვილი სინამდვილეში ვამპირია და ოჯახის დასაცავად დაწვა მისი შვილის გული. და ასეთი კიდევ რამდენიმეა. ადამიანები უბრალოდ განწირულები იყვნენ და არ იცოდნენ რა იქნა ჭლექის საწინააღმდეგოდ. სამედიცინო სამყაროსთვის მაშინ უკვე ცნობილი იყო, რომ ჭლექი იგივე ტუბერკულოზი სინამდვილეში არის ბაქტერიული დაავადება. ეს დაადგინა რობერტ კოხმა 1882 წელს. მაგრამ რა თქმა უნდა, გარეუბნებში ინფორმაცია სწრაფად არ ვრცელდებოდა. ვაქცინა ტუბერკულოზის წინააღმდეგ შეიმუშავეს 1921 წელს. ჯორჯ ბრაუნმა კი 80 წლამდე იცოცხლა და მოესწრო თუ როგორ გამოიგონა კაცობრიობა მშველა სენისგან, რომელმაც გაუნადგურა ოჯახი. ეს იყო არხი მეთოდი და ალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, შეხვედრამდე.